აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების ფონზე ახლო აღმოსავლეთში ისტორიული გარღვევა მოხდა, რომელიც სათანადო ყურადღების გარეშე დარჩა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ისრაელმა და ლიბანმა ათდღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ და დაანონსა პირველი უმაღლესი დონის მოლაპარაკებები ბოლო 43 წლის განმავლობაში. დონალდ ტრამპმა პირადად ჩაატარა სატელეფონო მოლაპარაკებები ლიბანისა და ისრაელის ლიდერებთან და ორივეს ვაშინგტონში იწვევს, რათა მშვიდობის შეთანხმება და ჰეზბოლას განიარაღების შესახებ შეთანხმება გაფორმდეს. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ დასაწყისია. აღმოჩნდა, რომ აშშ-ში და პალესტინურ მოძრაობამ ჰამასმა 14 აპრილს პირველად გამართეს პირდაპირი მოლაპარაკებები. მას შემდეგ, რაც 2025 წლის 10 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. და დონალდ ტრამპი უკვე ამაყობს, რომ ძალიან მალე დაადგენს საბოლოო მშვიდობას როგორც ღაზის სექტორში, ისე ლიბანში. მაგრამ მართლაც ასეა ეს და მართლა ასე მარტივია ყველაფერი, როგორც ტრამპი გვეუბნება. მოდით გავარკვიოთ. მე მქვია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვეხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ამისთვის ძალიან ნადლიერი ვიქნები. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი, ბმული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ, იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი ისინი შემოდის. მაშასე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა და ლიბანმა შეთანხმდნენ 10 დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც ძალაში შევიდა ხუთშაბათს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აშშ უკვე რამდენიმე დღეა დაჟინებით მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას ისრაელსა და ლიბანს შორის. პარალელურად მუშაობს პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებაზე ირანთან. შედეგად 16 აპრილს დონალდ ტრამპმა განაცხადა: მე ახლახან მქონდა შესანიშნავი საუბრები ლიბანის მაღალ პატრიცემულ პრეზიდენტ ჯოზეფ აუნთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბიბი ნეთანიაჰუსთან. ეს ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ მათი ქვეყნების შორის მშვიდობის მისაღწევად ისინი ოფიციალურად იწყებენ 10 დღიან ცეცხლის შეწყვეტას. სამშაბათს მრავალი წლის შემდეგ ეს ორი ქვეყანა პირველად შეხვდა აქ, ვაშინგტონში, ჩვენს დიდ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ერთად. მე დავავალე ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვენსს და სახელმწიფო მდივან რუბიოს, გაერთიანებული შტატების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე დენ კეინთან ერთად, იმუშაონ ისრაელთან და ლიბანთან მტკიცე მშვიდობის მისაღწევად. ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა 9 ომის მოგვარება და ეს იქნება ჩემი მეათე. მოდით გავაკეთოთ ეს. მოვიანებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აუნი და ნეთანიაჰუ თეთრ სახლში მოიცვია, რათა, ციტატა, პირველი არსებითი მოლაპარაკებები გაიმართოს ისრაელსა და ლიბანს შორის 1993 წლის შემდეგ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ მხოლოდ პირდაპირი ხაზგასმით ვამბობ, პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ ლიბანსა და ისრაელს შორის შეიძლება ვისაუბროთ ცეცხლის შეწყვეტაზე და არა აშშ-ის მოლაპარაკებების შემდეგ და ირანის, რომლებშიც ისრაელი საერთოდ არ მონაწილეობდა, ისევე როგორც ლიბანი. მიუხედავად ამისა, ცეცხლის შეწყვეტის გეგმა პოლიტიკურად მგრძნობიარია ნეთანიაჰუსთვის, მაგრამ ის შეიძლება დაეხმაროს ტრამპს ირანთან მშვიდობის შეთანხმების მიღწევაში. და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ეს ორი მიმართულება ცალკე განიხილება, ირანი ამტკიცებს, რომ ლიბანში მიმდინარე ისრაელის თავდასხმები წარმოადგენს აშშ-ის მიერ დადებული ზავის დარღვევას, რაც სრული აბსურდია. აშშ და ისრაელი უარყოფენ, რომ ირანთან დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ვრცელდება ისრაელის შეტევაზე ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ. ირანთან შეთანხმების შემდეგ ისრაელმა ლიბანში მასშტაბური დარტყმების სერია განახორციელა და განაცხადა, რომ ჩვენ საერთოდ არ გვაქვს კავშირი აშშ-სა და ირანის იმ შეთანხმებასთან. ყველა ჭკვიანს, ვინც კომენტარებში წერს, როგორ შეიძლება ასე იყოს. ირანმა და აშშ-მ შეთანხმებას მიაღწიეს, ხოლო ისრაელი არ ღვევს ამ შეთანხმებებს. მე ძალიან მარტივი ენით გიპასუხებ, ძალიან მარტივი ანალოგიით. წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ აი თქვენ, კონკრეტულად თქვენ, თუ ფიქრობთ, რომ ისრაელმა დაარღვიეს შეთანხმება, თქვენ ზიხართ ჩემს წინ და მე გეუბნებით. მოусმინეთ. მე ვიღაცასთან ერთად, მნიშვნელობა არ აქვს ვისთან, მეგობართან თუ მოწინააღმდეგესთან. ჩვენ შევთანხმით, რომ თქვენ ტოვებთ სამსახურს, გვაძლევთ თქვენს ფულს, ტოვებთ ბინას და იცვლით საცხოვრებელ ადგილს. ჩვენ შევთანხმდით და თქვენ ასრულებთ ამას. როგორ მოგწონთ ასეთი ვარიანტი? ლიბანსა და ისრაელს შორის ამ მომენტამდე პირდაპირი მოლაპარაკებები არ ყოფილა. შესაბამისად, რომელ ცეცხლის შეწყვეტაზეა საუბარი? ვინ შეთანხმდა ამაზე? იყო თუ არა ისრაელი და ლიბანი წარმოდგენილი მოლაპარაკებების მაგიდასთან აშშ-სა და ირანს შორის?
თქვენ არ გეჩვენებათ, რომ უბრალოდ აბსურდულია ესეთი განცხადება. თითქოს ისრაელმა დაარღვია ის შეთანხმება, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის იქნა მიღწეული. შემთთვის ეს სრული სისულელია. მაგრამ ინტრიგა შემდეგშია. ტრამპმა ეს განცხადება გააკეთა მალევე მას შემდეგ, რაც ნეთანიაჰუმ თავისი უსაფრთხოების კაბინეტი საგანგებოს ხდომაზე მოიწვია, რათა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განეხილათ და ამაზე კენჭი ეყარათ. მინისტრებმა, რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებას უნდა დამტკიცებოდნენ, ტრამპის განცხადების შესახებ გაიგეს რამდენიმე წუთში. მას შემდეგ, რაც ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი დაიწყო, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ სერიოზული განხილვა დაიწყებოდა. ანუ კიდევ ერთხელ ნეთანიაჰუ მინისტრები ასეთი სატელეფონო შეხვედრაზე შეკრიბა და სწორედ ამ ბრიფინგის დროს მათ გაიგეს, რომ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. გახსენებთ ასევე, რომ სამშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ იშვიათი შეხვედრა გამართა ისრაელისა და ლიბანის დიპლომატებთან. შეხვედრაზე განიხილებოდა ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ მაშინ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. 4 შაბათს საღამოს, როდესაც გაიმართა ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის ხდომა, ტრამპმა კვლავ საჯაროდ მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ. მაგრამ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული. მოგვიანებით 4 შაბათს საღამოს ტრამპმა Truth Social-ში დაწერა, რომ ის ცდილობს ცოტათი განმუხტოს ურთიერთობები ისრაელსა და ლიბანს შორის. ამავე დროს ლიბანის მთავრობა დონალდ ტრამპის განცხადება მოულოდნელობის წინაშე დააყენა. და ლიბანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტი აუნი ნაკლებად სავარაუდოა, რომ დათანხმდეს მოლაპარაკებებს ნეთანიაჰუსთან. 5 შაბათ დილით მარკო რუბიომ ესაუბრა აუნს და მეორემ განაცხადა, რომ ჯერ ადრეა ნეთანიაჰუსთან შეხვედრა. რამდენიმე საათის შემდეგ ტრამპმა დაურეკა აუნს, რათა ცეცხლის შეწყვეტა განეხილა. და ეს იყო პირველი საუბრები ტრამპისა და რუბიოს ლიბანის პრეზიდენტთან, მას შემდეგ რაც მან თანამდებობა დაიკავა. და ამის შემდეგ ტრამპმა გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა ისრაელსა და ლიბანს შორის. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისრაელის მთავარი მოთხოვნა ლიბანის ჰიზბოლას განიარაღებაა. ხოთ შორის ამაზე უკვე არაერთხელ შეთანხმდნენ. და ლიბანის მთავრობას ეს მოთხოვნა უკვე დიდი ხნის წინ უნდა შეესრულებინა. მაგრამ ნახოთ, ამჟამინდელი 10 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა უბრალოდ დონალდ ტრამპის ხრიკია, თუ ეს რეალური გზაა მშვიდობისკენ. რატო ამობ, რომ ეს შეიძლება იყოს ხრიკი? იმიტომ რომ არ არის გამორიცხული, ტრამპმა უბრალოდ მიაღწია ომის პაუზას ლიბანში, რათა ირანი დათანხმებულიყო გარიგებას და შემდეგ ომის განახლება შეიძლებოდა. მაგრამ ამავე დროს ტრამპის გუნდმა კიდევ ერთი უჩვეულო ნაბიჯი გადადგა. CNN იტყობინება, რომ აშშ და პალესტინური მოძრაობა ჰამასი 14 აპრილს პირდაპირ მოლაპარაკებები გამართეს მას შემდეგ, რაც 2025 წლის 10 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ორი ჰამასის წარმომადგენლის თქმით, 14 აპრილს ეგვიპტის დედაქალაქში დელეგაცია, რომელსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეკონომიკური ნორმალიზაციის საკითხებში ელჩი არიელ ლაიტსტოუნი ხელმძღვანელობდა, შეხვდა პოლიტბიუროს წევრს და ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების ლიდერს ღაზის სექტორში ხალილ ალ-ჰაიას. წყაროების თქმით, ლაიტსტოუნს თან ახლდა ღაზის სამშვიდობო საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენელი ნიკოლაი მლადენოვი. და მათი თქმით, ალ-ჰაია დაჟინებით მოითხოვდა თავდასხმების შეწყვეტას, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მოცულობის გაზრდას, ასევე ისრაელის მიერ შეთანხმების პირველი ეტაპის ვალდებულებების შესრულებას, რათა შესაძლებელი იყოს შემდეგ ფაზაზე გადასვლა. ამერიკელმა ჩინოვნიკმა თავის მხრივ განაცხადა, რომ შეხვედრა გაიმართა რამდენიმე დღის შემდეგ ლაიტსტოუნის და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მოლაპარაკებების შემდეგ, სადაც ისრაელის მიერ შეთანხმების პირველი ეტაპის ვალდებულებების სრულად შესრულების საკითხი განიხილებოდა. მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, არც ერთ წყაროს არ უხსენებია, რომ ჰამას მშვიდობის მისაღწევად და შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად განიარაღება ევალება. რაც მათ ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ და აშკარად ცდილობენ ისევ მოატყუონ, ილავირონ და გვერდი აუარონ რაღაც დაბრკოლებებს. პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე განიხილავდნენ,